დიდება და მადლობა ღმერთს. ქრისტე აღდგა, აგერ სახარებაში წავიკითხეთ, რომ მივიდნენ საფლავთან და ნახეს ცარიელი. ბოლო ტილო იყო იქ დარჩენილი და მენელსაცხებელე დედებს გაუხარდათ ძალიან. ისე გვიხარია ჩვენ. უბრალოდ ღმერთს თხოვთ, რომ ისე გვიხაროდეს, როგორც მენელსაცხებელე დედებს, რომლებიც მივიდნენ საფლავთან და ანგელოზი იხილეს და უთხრეს, ვიცი ვისაც ეძიებ. ისე ჩვენ ვეძიებთ ქრისტეს, ჯვარცმულს, აღდგომილს. ვეძიებთ, იმიტომ რომ სული ცხონება გვინდა, ხო? აქ ნათქვამიც არის, რაც რომ ღმერთს უნდა, ის გვინდა ჩვენ. უფალს უნდა ჩვენი ცხონება და ჩვენს გვინდა რომ ვცხონდეთ, თუმცა უშრომელად არაფერი არ გამოვა. და ეს დიდი მარხვაც მადლობა ღმერთს ღვთისავე შეწევნით, იმიტომ რომ ჩვენით არაფერი არ შეგვიძლია. არათუ რაიმე პირობის, იმიტომ რომ ყოველი კაციც რო არის პირობას დავდებ და გავტეხავთ მერე. ერთ სიტყვით და მერე რაც უარეს გავაკეთებთ ხოლმე. და ეს მარხვაც ღვთით შევძელით, რომ გვემარხულა ავა თუ კარგად, ვინც იმარხა და ვინც ვერ იმარხა, ყველანი მოვედით და გვიხარია აღდგა ქრისტე და ვხარობთ ჩვენ ყველა. და დღევანდელი დღეც აი ესეთი იყო, ხო, დავიღალეთ სახურებაში. შეიძლება, მაგრამ არ ვწუწუნებთ, ვიძახით უბრალოდ, რომ ღვთისგულისათვის დაღლაც სიხარულით სავსეა. სანაირად ვერც იქნება. ქრისტიანობა არა რელიგია კომფორტის. ქრისტიანობა მართლმადიდებლობა არის რელიგია თავგანწირის, სხვისთვის, მოყვასისათვის. ვისაც ეს უნარი გააჩნია, დაითმინოს მოყვასისა ჭირვეულობა, ხო? ესე იგი ის ჩვენი წინამძღოლის, ხილულისა და უხილავი წინამძღოლის მაცხოვრის მიმდევარი არის და მისი ჭეშმარიტი მოწაფეა. ოღონდ არ არის მხოლოდ დათმენა სრული სათნოება სულის ცხონებისათვის. მოციქული გვასწავლის, განსაცდელი შეიქმს გამოცდილება შეიქმს სასოებას ღვთისას, ხოლო სასოება ღვთისა კიდე ჩვენ გვამტკიცებს და გვამდიდრებს. ღვთისადმი რწმენაში, ნდობაში და ეს ყველაფერი ერთად აღებული ერთი დიდი სიხარულია. ამ სიხარულს ქვია სახელად ის, რომ ღვთისა მადლით და წყალობით გავჩნდით ამ ყველგანაზე მხოლოდ ერთი რამისთვის, რომ ღმერთს სიხარულით ვმადლობდეთ და გავცემდეთ ამ სიხარულს ჩვენი მოყვასისათვის, რომ მათაც ჩვენთან ერთად ეს სიხარული გაიზიარო. ეკლესია დღენია და კამის შრომაში არის, რომ თითოეული ადამიანის სული მიაახლოს იმ დღესასწაულთა შორის ყველაზე უფრო გამორჩეულ და ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც ქვია აღდგომა ქრისტესი. ამ სიხარულთან მიიყვანოს და ამ სიხარულის თანაზე არის გახადოს. თავისთვის კი არ უნდა, ყველასთვის უნდა. აი ეს საიდან მიიღო ეკლესიამ, იმქიდან მიიღო, რომ ჩვენი ეკლესიის თავი იესო ქრისტეა. და იესო ქრისტე იყო სამების ის პირი, რომელიც მთელს ამ ხილულ და უხილავ სამყაროს ქმნიდა და რატო ქმნიდა, ხშირად კითხვას ვსვავენ. იმიტომ რომ რადგან ღმერთი სიყვარულია და სრული, აბსოლუტური. მასთან არაფერი ესეთი ხინჯი, იოტის ოდენაც კი არ არის. მას არ შეეძლო ამ სიყვარულში მარტო ყოფილიყო და მან შექმნა ადამიანი, რომ მასაც გაუზიაროს ის სიხარული, რომელიც მან ეს იცის, დაუსაბამო, არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული არ იქნება. და ეს დაუსაბამო, უსასრულო სიხარული უნდა რომ სხვისთვის გაეზიარებია და ყველაზე უფრო მეტად ვინც ამის მიმღები და შემეცნებელი იქნებოდა იყო ადამიანი ღვთისკვნილებათა გვირგვინი. ესე იგი ჩვენ საღვთო შემოქმედების გვირგვინად ვიწოდებით. და შეიძლება აი ეს გვირგვინი, რომელიც მართლაც უშრომელად მივიღეთ, თანაზიარი გაგვხადა იმ დიდი სიხარულისა, რომლითაც ხარობს ყოველ წირვაზე თუ დღესდღეობით დღესასწაულზე თუ ნებისმიერ დღესასწაულზე ზეცათა გუნდნი, თავარანგელოზნი, ანგელოზნი, კრებულნი, წმინდანი, მამანი, ღირსნი, დედანი, ყველანი ხარობენ ამით,
და ჩვენ სამ სიხარულისა თანაზიარი გავხდებით თუ კი იმ გონიერ მუშაკს მივემსგავსებით, რომელზედაც სახარება ლაპარაკობს. დაგვიტევა მცნება და თავად წავიდა. წავიდა, იმიტომ რომ სული წმინდის მადლი სხვანაირად ვერ მოვიდოდა ჩვენთან. წავიდა და გვაკვირდება იქიდან თითოეულ ჩვენთაგანს, დიდსაც და პატარასაც. აბა როგორც დაგვიბარა, ისეთად გონივრულად მშრომელნი მუშაკნი ვართ, უფლის სავენახეში, რომელიც მანდან ერგა. მე ვსხოვოთ, რომ აი ამ ბრწყინვალე დღესასწაულის უკვე აღდგა ქრისტე. ცარიელია ქვაბი, აგერ ვნახეთ გუშინ, ხო? გუშინ სიმბოლურად მაცხოვარი რომ შევასვენეთ, შევაბრძანეთ. იქ ის იყო ქვაბი, რომელშიც მერე კარები ლოდით დაიკეტა. დღეს კიდე უკვე სახარება გვამცნობს და გიხაროდეს გვეუბნება თავად უფალი. ცეცხლიც ამ დროს გადმოდის. ეხლა ასე ვთქვათ, სამახარობო უწყებასაც ალბათ გვამცნობენ უკვე. ასე რომ ამ სიხარულის თანაზიარობა მარტო თანაზიარობა პატივია, როგორც აი მიგავში არის ტრაპეზზე მოიწვია ყველა. მაგრამ ზოგმა რამიზაზე მოიდა, იცი, სახლი ვიყიდე და უნდა წავიდე, ხარკამეთში მყავს და იმას უნდა მივხედო. ვენახი მაგ დასამუშავებელი, იქ მიწა მაგ დასამუშავებელი. მიზეზი არ ელევა ადამიანს. ერთის გარდა. უფალმა გვიხმო, ესე იგი რა მიზეზი უნდა იყოს, რომ არ მოხვიდე და არ ეზიარო. და ახსარებებშიც ხო, ყველა ვამბობთ ახლა ახსარებას, მეც ვამბობ ახსარებას, მამებიც ამბობენ. ყოველთვის მიზეზი გვაქვს, დავიღალე, ამიტომ, მაგრამ უფლის სიყვარულში არავინ არ იღლება. ერთი წმინდა ბოლო საუკუნეების მამა ამბობს, ესე იგი, თუ განსაცდელებისათვის უფრო აღმატებულ სიხარულს მივიღებ, მზად ვარ ყველა განსაცდელი დავითვნო. შენით და შენი გულისთვის უფალო. ისე ჩვენ ყველანი. გვიყვარს ქრისტე, როგორც პეტრეს ეკითხება, ე უფალო მიყვარხარ. კიდე გავიდა ცოტა ხანი და ეკითხება, პეტრე გიყვარმეა? კი უფალო, ჰე უფალო მიყვარხარ. მესამეჯერ კითხა, ადამიანი იყო, თან პიცხი ბუნებაც ჰქონდა, იმიტომ რომ როდესაც მოციქულებს უქადაგებს და ეუბნება, რომ ამ დღეს შეიძლება თქვენ ყველამ დავტოვოთ, მე პეტრე გამოდის და ყველა რომ დაგტოვოს, მე არ დაგტოვებ და სიკვდილამდე შენთან იქნები. მოუბრუნდა და უთხრა, სამჯერ მამლის ყივილი ვერ მოასრევს და შენ სამჯერ უარყოფ. გაუკვირდა პეტრეს, მაგრამ მოხდა რატო? იმიტომ რომ პეტრეს გული იცოდა უფალმა და კი არ გაიმეტა, იმიტომ რომ დღევანდელ ბასილის დიდის წირვის ლოცვებში წერია. უბრალოდ მაცხოვარი ხსნელი ჩვენი და შემოქმედი ჩვენი ვერ დაიტევს, ვერ მოითმენს, ვერ იტვირთებს იმას, რომ მისი ქნილებათა გვირგვინი ადამიანი ბოროტისგან მიმძლავრებული იყოს და ცოდვისა გამო სიკვდილისა ხრწნილებას მიეცეს. ამიტომაც მოვიდა განხორციელდა ხორცი ჩვენი მკნინობითი შეიმოსა, რომ ჩვენ გადავერჩინეთ. ჩვენი გადასახდელი ვალი მან გადაიხადა. აღდგა ქრისტე და ეს სიხარული ყველას გვახარა, მაგრამ დღეს ღამით კიდევ უფრო დიდი სიხარული გვექნება ჩვენ, იმიტომ რომ მსახურება სიხარულია, სავსეა სიხარული. რაგინდ რა დიდი არ იყოს მსახურება, ყოველთვის სიხარულით სავსეა. ამ სიხარულს გისურვებთ დაუსრულებლად იყოს თქვენთან. ჩვენთან არის ღმერთი ქრისტე აღდგა. ეხლა გირიგებთ ყვავილებს, ზოგს ყვავილი შევხვდება, ზოგს ყვავილის ფურცელი. ამაზე გული არ დაგწყდეთ.